უკრაინას თვითონ რუსეთმა პუტინის აი მისი ფიასკოა ეს. არ გათვლა იმ სიტუაციის, რაც მას უკრაინაში შეელოდებოდა. კი, ნამდვილად. ის ხო ისეთ ხაფანგში მოხვდა, საიდანაც გამოსავალი არ არის. გარდა იმისა, რომ უზარმაზარი დანახარჯი ნახა ეკონომიური და ადამიანური და ასე შემდეგ, პლუს ფაქტიურად ჩინეთის ვასალი გახდა. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა სახელმწიფო, რომ სახელმწიფოა და იმპერიაა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს თვლიდა, რომ ეს მისია და ამას აწვებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს ჩემი ვოჩინა, ასე ვთქვათ, ეს ჩემი გავლენის სფერო და მე უნდა ვიყო აქ. გამოჩნდა ის სიტუაცია, რომ ელემენტარულად არა აქვს მეორე არმია კი არ არის და თქვენ წარმოვიდგინეთ, ახლა ის არმია, რომელიც შევიდა უკრაინაში, ის მომზადებული ხალხი და დღევანდელი ხალხი. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამათ გარკვეულწილად რაღაცა მოაგროვეს გამოცდილება, ის ხალხი მაინც უფრო მომზადებული იყო, რომელიც შევიდა პირველი 350,000 კაცი. ესმით? ხო, რა თქმა უნდა. ისე როგორც უკრაინაში. ისე რასაკვირველია, უკრაინაში საშინელი მდგომარეობა. ეხლა მე შორს ვარ იმასგან მთელი უკრაინა აქ რომ დაინგრა უკრაინა და არაფერი არ დანგრეულა, კი ის ნაწილი დაინგრა, მაგრამ ეხლა შეხედეთ, აი ამასაც შეხედეთ, როგორ არ აქცევენ ყურადღებას. აი გავიდა ეს ხაზი შეწყდა ომი. ის რაც დანგრეულია, რჩება რუსეთის მხარეს. თავისივე დანგრეულს, მის დანგრეულს აძლევენ მას და ამ ეკონომიურ სიტუაციაში ყოფი ქვეყანა. კიდე არ შეღავათ იმერე უკრაინას და უკრაინელებს და ვინც იქ ცხოვრობდა მშვიდობიან. ხო, არავინ არ ფიქრობს უკრაინაზე და ასეთ რაღაცას. ეს რატო ვაკეთებთ ამ აქცენტს ყოველთვის ჩვენ საზოგადოებაში ბევრია ესეთი ადამიანი, რომელიც ამას არ აქცევს ყურადღებას. და არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას ორი მხარე აქვს ყველაფერს. კი, გასაგებია რუსეთს ეს მოუდა, უკრაინას რა. უკრაინა ტრაგედია, ამდენი 10 მილიონი კაცი ქვეყნიდან გავიდა, უამრავი ადამიანი დაიხოცა. მე ალბათ ვიტყვი, ჩემთვის ისიც მეწოდება და ისიც მეწოდება. კურსკის ოლქში რომ იბომბებოდა ხალხი მოსახლეობა, ისე რა დააშავეს იმათ, რეალურად. ყველა კი არ უჭერს მართლა პუტინს ხარს და შოიგუს და ამ იმეებს. ლავროვს და მისნაირებს.